გამარჯობა, ცუგობარი თქვენთან არის. ვაგრძელებთ ცოდნის მიღებას ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მოვლის სხვადასხვა დარგებში. მოვედი grooming salon Farberisში და ნინო შერმადინი გრუმერი და ტენე დამხდნენ. და ეხლა მომიყვებიან როგორ დღეს თემა გვაქვს გაკრეჭა და ჭყალების დაჭრა და აი ამ თეორიულ ნაწილს გავივლით სწორედ დღევანდელ გაგრძელებაში. იკრიჭება თუ არა ძაღლით და კატაც, რომ დავავიწროვოთ ჩვენი თემა. ძაღლი აუცილებლად, ზოგი ჯიშის ძაღლები მით უმეტეს აუცილებლად იჭრება. ზოგიერთ შემთხვევაში სურვილის მიხედვით კატაც იპარსება, იჭრება ნაკლებად. ყავს მომხმარებლები, რომლებიც რაღაც მიზეზთა გამო გადაწყვიტავენ ხოლმე კატის გაპარსვას და ვუსრულებთ ამ სურვილს, თუმცა მე პირადად არ მიმაჩნია კატის გაპარსვა მიზეზშეწონილ. რატომ? იმიტომ რომ ბეწვი მოგეხსენებათ არის ბუნებრივი საფარი, თერმორეგულაციაშიც ეხმარება ცხოველს, იცავს სხვადასხვა ვთქვათ დაბინძურებისაგან, თუნდაც მიკრობებისგან, სიცივისგან, სიცივეში ათბობს, სიცხეში აგრილებს და როდესაც ვაშორებთ ამ ბუნებრივ საფარს ბეწვს თერმორეგულაციაც ერღვევა და უფრო უჭირთ კატებს. მაშინ ძაღლს რატომ არ მოსდის იგივე, თუ ესე მაგითკენ წავწაყოთ? იცით რა, ძაღლს უკეთდება ძირითად შემთხვევაში უფრო ვარცხნილობა, ვიდრე ბოლომდე გაპარსვა. ბოლომდე ვპარსავთ ძირითადად იმ ძაღლებს, რომლებიც ვთქვათ, რაღაცა მიზეზთა გამო პატრონმა, დედიკომ, მამიკომ ვერ გამოვარცხნეს. ჩახვეულები აქ ისეთი, რომ უკვე იმის გამოვარცხნა უფრო რთულია ცხოველისთვის, ცუგოსთვის, ვიდრე გაპარსვა. მივდივართ ამ ნაბიჯებზეც, იპარსება დაბალზე, ბეწვი ამოდის მოგეხსენებათ და მერე უკვე ყველაფერი ლაგდება. მთავარია დროული მოვლა, რომ არ მოგვიწიოს ბოლომდე გადაპარსვა ცუგოსი. ესე იგი, ხა როგორც მე ხვდები, ზოგადად გადაპარსვა არ არის კარგი პრაქტიკა? მე როგორც გადაპარსვას არ გულისხმობ ცხადია, ხო? აქ არის აი ზაფხულში რომ იციან ხოლმე გადაატარებენ მანქანას, ცოტა გრილატივ. ძალიან დაბალზე ნამდვილად არ არის კარგი პრაქტიკა, როგორც გრუმერი. კი, ვასრულებთ შეკვეთებს, მომხმარებლის შეკვეთებს, ვაფრთხილებთ რისკების შესახებ და მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადად ხოლმე კოკერ სპანიელების მშობლები გთხოვენ ხოლმე გადაპარსვას რაც შეიძლება დაბალზე. გონიათ რომ ცხელა ძაღლს, როგორც სინამდვილეში, როგორც გითხარით, ბეწვი იცავს ზედმეტი გადახურებისგან. თქვენ მითხარით, რომ რისკებზე ვაფრთხილებთ, აი რა რისკებზე აფრთხილებთ გარდა თერმორეგულაციის? აი კატის შემთხვევაში მაგალითად გარდა თერმორეგულაციისა ბეწვის ხარისხი უფუჭდება ძალიან მაგრად. უხეშდება თუ რა? პირიქით ურბილდება და ხდება ბამბასავით. და ეს ცუდია. კი, ცუდია, რა თქმა უნდა, ერთი ვიზუალური მხარეც უფუჭდება, მეორეც ჩახვეულებისადმი უფრო მიდრეკილი ხდება ბეწვი. სპარსულების შემთხვევაში, ზოგიერთი ჯიშებიც ხო განსხვავდებიან. კომპეტენტოს შეკითხვის დროა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ზამთარ ზაფხულში გაიკრიჭოს შესაბამისად ძაღლი? მე რომ მკითხო, დიდად მნიშვნელოვანი გაკრეჭო არ არის, უფრო სეზონური კუთხით თუ შევხედავთ, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია გამოვარცხნა. იმიტომ რომ ბუნებამ დაასაჩუქრა თავისი დამცავი საფარით ცხოველები და ძაღლებს აქვთ ხოლმე ძირითადად ორი ტიპის ბეწვი აქვთ. ერთი ტიპი არის ძირითადი პირველი ბეწვი და მეორე არის როგორ გითხრათ? თერმულად რაც იმაშია, ხო? ღინღლივით რა. ღინღლი რაც არის შიგნით, ხო, ამას ქვია მეორე ტიპის ბეწვი და მაგ შემთხვევაში ზამთრისთვის, როგორც კატებს, ასევე ძაღლებსაც, უფრო ხშირად და მეტი ამოსდის, ფუმფულები რო ხდებიან ზამთარში, ხო? გაზაფხულისკენ ამის საჭიროება აღარ არის და აქტიურად ცვივათ ეს შიგნითა ღინღლი უფრო და გვჭირდება გამოვარცხნა ამის, რომ უფრო შევუმსუბუქოთ ძაღლს ეს ცვენა. ტექნიკურად როგორ ჯობია დაუშვათ დაწყება? ყველა grooming სკოლა სხვადასხვანაირად ასწავლის კურსებიც, მე ჩემთვის პირადად ესეა მოსახერხებელი, რომ
აი ვიცი სქემა საიდან დავიწყო და რითი დავამთავრო, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვისაც რომ კომფორტული იყოს და აუცილებლად ძაღლისთვის და კატისთვის, მე ვიწყებ ფეხებიდან, ფეხის უკანა ნაწილიდან, ნელ-ნელა ავდივარ ტაკოსკენ, კუდი, მივყვები ზურგს, მერე წინა ფეხებს და ვამთავრებ თავი. ძირითადად ანუ ბრჭყალები არ უყვართ. ზოგი ძაღლი, დიდი ძაღლების შემთხვევაში, მაგალითად ბრჭყალებს სულ ბოლოს ვაჭრით, რომ მაქსიმალურად გავუიოლო, ანუ ეს წინა პროცედურა შედარებით მისთვის და ნაკლებ სტრესული იყოს და აი ეს ბოლო 5 წუთიანი ან წუთიანი მონაკვეთი, აი პატარა სტრესი და თავისუფალია და ანუ რო დავუწყო ამ შემთხვევაში ბრჭყალებით, უკვე გაღიზიანდება ძაღლი და სხვა დანარჩენი პროცედურაც უკვე გაღიზიანებული გამყვება. რამე ხომ არ გამომჩა კიდე რამე ხო არ უნდა ვიცოდეთ, რაც მე არ ვიკითხე. ყურების დაპუპვაზე არ ვიკითხავს. ზოგიერთი ჯიშის ძაღლს სჭირდება ყურების დაპუპვა აუცილებლად. მე მაგალითად რისთვის არის აუცილებელი? რისთვის არის? გრძელბეწვიან ძაღლს ხშირი ბეწვი აქვს ყურში, აი მაგალითად პუდელს ხშირი ბეწვი აქვს ყურში, ის იზრდება, არსად არ მიდის, ხდება ხოლმე ჩახვევა და აი ამოვსებული აქვს ხოლმე ეს ყურის ნიჟარა ბეწვით. ეს არის ინფექციას, გადახურებას, ჩახურებას უწყობს ხელს. ანუ უხურდება, არ სუნთქავს ყური და შესაბამისად, რამე ინფექციისთვის ხელსაყრელი მიზეზია. ახლა 4 თვემდე ბუნებრივად სახლში ბანენ თავის პატარა ლეკვებს. ამ შემთხვევაში თუ დაუსველდა ეს ყური, მით უმეტეს კარგადაა ვერ უშრება, არ უშრება და აი ამ ნესტის პირობებში მიკრობები და ინფექციები მრავლდება და იზრდება და ანუ ჰიგიენის თვალსაზრისით აუცილებლად საჭიროა ამის მოშორება. რა გამახსენდა? კი. ბალონკებზე იყო ხოლმე ესე ჩემს ბავშვობაში რომ ესე იგი თვალთან თუ ზედმეტად შეჭრი, შეიძლება დაბრმავდეს. აი იმისთვის მაინც ღირდა ახლა აქ მოსვლა რომ ერთი მითი კი, ნამდვილად. არის თუ არა ესეთი ძაღლი, რომელსაც ესეთი ჩამოწეული ჩოლკას რო ეძახით, ესეთი თმა აქვს და იმისი მოჭრა არ შეიძლება. არა, ერთადერთი ვიზუალური და ჯიშის მახასიათებელია, თქვა ზოგიერთი ჯიშის ტერიერები. ახლა მაგალითად შნაუცერებს, რიზენებს, ზოგიერთი ჯიშის ძაღლებს ვიზუალური თვალსაზრისით და ნუ აი ჯიშის მახასიათებელია რა, აი როგორც ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული ვარცხნილობა აქვს ამ ჯიშის ძაღლებს და ამ ჯიშის ვთქვათ საგამოფენო ვარცხნილობაში არის ეს ჩოლკა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ფასონია უფრო და არა აუცილებელი. კი, იმიტომ რომ ამ ჯიშის ძაღლებს ნუ აი ესეთი მიმართულებით, სახის მიმართულებით ეზდება თმა და მით უმეტეს თუ საგამოფენოა, მით უმეტეს თუ აი როგორც ჯიშის მახასიათებელი ვარცხნილობა უნდათ მომხმარებლებს, უმოკლდება, მაგრამ ბოლომდე არ. ეს ნამდვილად მითია, რომ თუ მოაჭრით, აბრმავდება პირიქით, ანუ ვაჭრით იმისთვის და ვუმოკლებთ, რომ მხედველობა გავუმჯობესოთ. მითი ამბობდა იმას, რომ ამის თვალებს არ მოწონთ ზედმეტი შუქი და ეს რაღაცა მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. შეიძლება სადღაც რაღაცა ჯიში ესეთი არსებობს, მაგრამ ხო, არა, მე ხო გეუბნებით, ეხლა ამ არხის და ამ რუბრიკის მთელი არსი ის არის, რომ რაღაცეები, რაც მთელი ცხოვრება მიყვარს ცხოველები, რაღაცეები რაც გამიგია, ეხლა გადავამოწმო იმათთან, ვისაც უსწავლია კიდეც მე მხოლოდ მოსმენილი მაქვს. ერთი რაღაცა მინდა მითხრათ, კიდე გამახსენდა, აი თქვენ შემეკითხეთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ანუ ვიზუალურ მხარესთან არის ეს ვარცხნილობები დაკავშირებული თუ ჯანმრთელობასთან. აი თუნდაც მაგალითად პუდელებზე მინდა გავიხსენო, რომ ბევრმა იცის, ახლა სხვანაირი მოდა, ანუ თედის დათუნიებს ჭრიან ხოლმე ძირითადად, მაგრამ აი ეს კლასიკური პუდელის ვარცხნილობა საიდანაც მოდის, კონტინენტალი, ანუ უკანა გავის მხარე არის აპარსული, წინა მხარე არის ლომივით, ფეხებიც გაპარსული და ასე შემდეგ. ეს წამოვიდა საიდან, რომ ანუ პუდელები იყვნენ, არიან მონადირე ძაღლები, ფრინველზე მონადირე. რამდენად რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს ახლა? ფრინველზე მონადირეები და იპარსებოდნენ ასე რატომ? როდესაც ძაღლი ანუ შეცურავს ფრინველისთვის, მონადირებული ფრინველისთვის წყალში, შენარჩუნებულია ეს დიდი ბეწვი, იმიტომ რომ ანუ ფილტვები, მკერდი, სიცივისგან დავიცვად ძაღლის
გავა და ფეხები რომ ცურვას არ შეუშალოს ხელი. კოჭებთანაც ურჩებოდა ეს პომპონჩიკები, იმიტომ რომ სახს არის ისე ზედმეტი სიცივისგან დაუცვას. ცხვირი, გრძელი ცხვირი, რომელიც გაპარსული აქვს პუდელს, ეპარსებოდა, იმიტომ რომ ფრინველისთვის პირის ჩავლებაში არ შეშლოდა ხელი. და პომპონჩიკი ყველაზე ესეთი სახალისო ფაქტი. პომპონჩიკი უტოვებდნენ, იმიტომ რომ წყალში რო შეცურავს, პომპონჩიკით დაინახოს პატრონმა შორიდან კი ეს თავისი ცუგოძავისი პუდელი. ხო, ეგაა საინტერესო, რომ მოდას რაღაცა დროის წინ ჰქონდა თავის პრაქტიკული გამართლება. ყველა მოდას მე მგონი, ნებისმიერ გინდა ადამიანის, გინდა ძაღლის, ვისიც უნდა იყოს. ჭყალების დაჭრა. ეგ კიდე ცალკე ტიტანური შრომაა, როგორც მე ვხვდები. კი. ჭყალი არ იჭრება ბოლომდე. რა თქმა უნდა. აი ეგ უნდა მინდა რომ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, რომ ის შეცდომა არ დაუშვას, რაც ალბათ ბევრს დაუშვია. კი. როგორ უნდა მივხვდეთ, რამ სიგრძეზე უნდა მოიჭრას ჭყალი? ჭყალს ვჭრით, ანუ ვაფიქსირებთ ცხოველს მისთვის მისთვის და ჩვენთვის მაგრამ უფრო მისთვის მაქსიმალურად კომფორტულად და ვიწყებთ ნელ-ნელა, აი თუნდაც თითო მილიმეტრი. თითოეულ ჭყალში, გინდა კატას, გინდა ძაღლს, აქვს კაპილარი სისხლძარღვი, აი რომელიც გადაჭრილზე გამოჩნდება ხოლმე როგორც პატარა შავი წერტილი. ანუ თუ ჩვენ როგორ გაჩვენოთ ახლა ამ კაპილარს, ხო, აი თქვათ ჭყალია, ვიწყებთ ნელ-ნელა და ვაკვირდებით აი აქედან. წინა მხრიდან. მოვაჭერით 1 მილიმეტრი და ვინახეთ, რომ აი თქვათ თეთრია ან სულ შავია. მოვაჭერით კიდე სულ ცოტა კიდე და აი როგორ გითხრათ, ზოგზე მაგალითად ჩანს, ანუ ვისაც გამჭვირვალე ბრჭყალები აქვს, გვერდიდან ან შუბზე რო დახედოთ, ხო, შეგიძლიათ ტელეფონის ფანდრითაც თუნდაც თქვათ მიანათოთ, თუ ცოტა ისეთი მუქი ბრჭყალი აქვს და ჩანს აშკარად, რომ როგორც რენტგენის სურათზე ისე ჩანს კაპილარი. და უკვე დაახლოებით ხვდებით თვალის ზომით, სადამდე უნდა მოეჭრას, მაგრამ თუ შავი ბრჭყალის შემთხვევაშიც უფრო მუქი წერტილივით ჩანს ხოლმე, აი ნელ-ნელა რო ვაჭრით. ბრჭყალების დაჭრა უკვე აქეთ ამათ განყოფილებაშიც მნიშვნელოვანია. კი. რამდენ რისთვისაა საჭირო? იმისთვის რომ სახლში არ გაგვიფუჭოს რაღაც თუ თვითონაც ჭირდებათ? რა თქმა უნდა თვითონ სჭირდებათ, იმიტომ რომ აი ძირითადად ხოლმე მაინც უფრო ძაღლებს სჭირდებათ ვიდრე კატებს, მაგრამ კატებსაც თუ კი კატა არ გადის გარეთ და არ ცვითავს ბუნებრივად თავის ბრჭყალებს, მაგ შემთხვევაშიც კი სჭირდებათ დაჭრა. რო არ იყოს ლაპარაკი იმაზე, თქვათ, სავარძელი გაგვიფუჭა თუ რბილი ავეჯი. ძაღლების შემთხვევაში რა ხდება? ანუ ბრჭყალი, შინაური ძაღლი, რომელიც არის სახლში, რომელსაც აქვს თქვათ სეირნობის ნაკლებობა და მით უმეტეს არის დაბალწონიანი, გასეირნების დროს აი ხანმოკლე გასეირნება არ ყოფნის ხოლმე ბრჭყალის დასაცვეთად. შესაბამისად, ეს ბრჭყალი არაჩერებს ზრდას, არ იცვითება და ხანდახან აი მოსულან ხოლმე ისეთი ცუგოები, რომელსაც უკვე აი არჭივის კლანჭივით აქვს უკან იწყებს ჩაბრუნებას, ძაღლი დადის თათუკათი მაინც აწვება და აი ხშირად ხოლმე ანუ სახსრების პრობლემებიც უჩნდება ხოლმე ანუ თათუკებზე, რომ ანუ ფიზიკურად ვერ ადებს წესიერად ფეხს და უჩნდება სახსრის პრობლემა და სახსრიდან დაწყებული მერე უკვე ზედა სახსრებზეც გადადის ეს პრობლემები ხოლმე ხშირად თუ რეგულარულად არ დავაჭრით კი ბატონო გრძელ ჭყალებს საქმე რომ ერთი პატარა რაღაცა მე შეიძლება სად გამოჩნდეს და სად ამოვარდეს ვისაც თქვათ ლეკვები ყავს და აინტერესებს სწორად როგორ მიიყვანოს თავისი ძაღლის ფსიქიკა იქამდე რომ არ შეეშინდეს ბრჭყალების დაჭრის და მინიმალური სტრესი კონდეს, ასე არ უყვარს, მაგრამ მაინც რეაქცია რა აქვს, ან მინიმალური სტრესი აქვს, ხო? მაგ შემთხვევაში ვურჩევ, ვისაც ყავს ლეკვი, აიღოს, თქვათ, ელემენტარული საჭრელი, ეს და თუნდაც, ხო, აი დაისვას, როგორც მე ასე მუხლებზე მიზის და თუ აი ესეთი რაღაცა მოძრაობები გააკეთოს, მიაჩვიოს, სულ 1 მილიმეტრი მოაჭრას ერთ ჭხილზე. გაუშვას მისცეს სუსასუსნავი. მეორე დღეს რაღაცა თქვა დაიჭირა, ანუ დარწმუნებულიც რომ არ იყოს, თქვა რომ აჭრის ჭხილებს, აი სიმბოლურად მაინც რაღაცა თათუკა იყოს, აი ესე მოაჭრას, აი რეაქციაც არ ქონდა, ხო, ამ კნულს ახლა მაგაზე სუსასუსნავი მისცეს, გაუშვას და ძაღლს ეს მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი ექნება, რომ ეს არ არის საშიში და ეს არ არის მტკივნეული. ძალიან დიდი მადლობა. ვისაც გააქვთ სურვილი რომ თქვენს ცუგობარს მოემსახურონ
პროფესიულად მოვძანდით აგერ ფარბერიში, გალობიშვილის პირველ ნომერში და მიხედავენ როგორც საჭიროა. ვისაც არა და ნინო შერმადინისგან მოისმინეთ ის აუცილებელი რჩევები და ის მნიშვნელოვანი ცოდნა, რაც ძალიან გამოგადგებათ უკვე სახლში მოსავლელად თქვენი ოთხფეხა მეგობრის. მე ის გადამჩენია, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა გადაგიხადოთ თქვენც იმისთვის, რომ გვიყურეთ. გთხოვოთ კიდევ და მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და გავრცელებაში მოვეხმაროთ და კომენტარებში დაგვიწეროთ, რა თემები გაინტერესებთ, რომ შემდეგში ეს მოვიძიო და ისიც გაგაცნოთ. დიდი მადლობა, კარგად ვენდებოდეთ.